ჩვენგან რატომ ითხოვენ მაინც და მაინც რომ ჩვენს ტრადიციებს უნდა გადავაბიჯოთ, იმიტომ რომ გავხდეთ ევროპის ოჯახის წევრი. ის რომ აუცილებელია ვიღაცის დირექტივა უნდა ვასრულოთ. რატომ უნდა ვასრულოთ? ჩვენ იურისტებმა გვითხრეს რომ ასეთი კანონი არ მიუღია ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისეთი ქვეყნები დაგვისახეს, რომელიც რაღაცით გვგვანა ჩვენ, მათ შორის სარწმუნოებრივად. კვიპროს და საბერძნეთს. ისე მიიღეს ეს ქვეყნები ევროკავშირში, რომ ეს კანონი არ მიუღიათ. არავინ არ მოგცემდათ ბატონებო ხმას და ძალიან ბოდისკი ვიხდი, მაგრამ თქვენ გონიათ რომ ჩვენ გაუნათებლები ვართ, ახლა სასულიერო პირები ვართ თუ რა ხდება? ჩვენ ისე გველაპარაკებთ, ჩვენ არ ვართ ინფორმირებული, რა საშიშროება შეიცავს, ძალიან კარგად ინფორმირებულები გახლა ვართ. ჩვენ ძალიან გვეგონა რომ მონობა მხოლოდ რუსეთთან მონობაში არ გამოიხატებოდა. და მონობის ჩვენ თავზე არ განცდა, მოგვინდებოდა ყველასა და ყველაფერთან დამოკიდებულებაში, მათ შორის ევროკავშირთან და ევროსტრუქტურებთან დამოკიდებულებაში. თუკი ჩვენ არ გვინდა ვიღაც ერთი მხარის მონები ვიყოთ, მე მოგახსენებთ ერთ რამეს. არაერთი პარლამენტარი, ერთ-ერთი მეპირე რაც მისაუბრა. სხვები სხვებს ესაუბრეს სასულიერო პირებს. გვეუბნებიან ასეთ რამეს, რომ ჩვენ ვიცით, ხედავთ საფრთხეებს ამ კანონში, მაგრამ მიგვითითებენ საქართველოს შიგნით თუ საქართველოს გარეთ მყოფ ამ კანონ პროექტის ლობისტებზე და გვეუბნებიან, თუ გნებავთ, გადავდგებით ჩემი თანამდებობიდან, ოღონდ მეტი ძალა არ მაქვს მე. აი ამის თქმას ხომ საზოგადოება ასე გიყურებ და ასე შემოყურებთ ბატონებო. თქვენ ასეთები არაერთი არიან. შეიძლება აქაც არიან. მე ვისაც ვესაუბრე აქ არ ბრძანდება. თქვენ კი არ უნდა გადადგეთ ბატონებო. თქვენ უნდა იქ დაარჩეთ, სადაც ბრძანდებით და ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ. ეს ჩემი როგორც სასულიერო პირის და ეკლესიის წარმომადგენლის შეგონებად ჩათვალეთქნებათ. ოღონდ არაჭკუ ისწავლებათ. გმირობას ყველას ვერ მოთხოვო, ასეთი გამოთქმა არსებობს. მაგრამ ადამიანი რომ პარლამენტარი ხდება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ გმირობას მოგთხოვთ ჩვენ უკვე. ეკლესიის პოზიციას თუ კიდევ ისევ თქვენ ახალი ხელისუფლება არ გაითვალისწინებთ და ამ კანონზე ხელს მოაწერთ, მე პირადად ვერ მოგიხსენიებ თქვენ. თუკი თქვენ იმ 109 კაცის შემადგენლობაში იქნებით, გამიჭირდება. ყველამ თვითონ გადაწყვიტავს თავის საქმე, მაგრამ გამიჭირდება. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს. და სხვადასხვა იურისტებისაგან მოვისმინე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში 24 საათიან რეჟიმში შეიძლება სასამართლო იმუშაოს. ეს უკვე სხემა იურისტებმა აგერ ბატონი დიმიტრი ბრძანდება ამ დათქვას. და კიდევ ბოლოს თქვენ რომ წაკითხვილი გქონდეთ ჰომოსექსუალთა მანიფესტი, აქ ამდენი საუბარი რაღაც კონკრეტულ საკითხებზე არ იქნებოდა. სულ არის 2 თუ 3 გვერდი. ძალიან ცუდი წასაკითხია, მაგრამ წაიკითხეთ. ბოლოს ასე მთავრდება, იკანკალე ჰეტეროღორო. ჩვენ გვეუბნება, მე უკვე მოვდივარო. შეიძლება უკვე შენთანაც ვარო. საამესო საკანონმდებლო ბაზა შეიქმნებაო, ყველაფერი მოხდება. ამას თქვენ ახორციელებთ. ოცნების და საქართველოს მოქალაქეების ნაციონალებისგან გამომსყიდველი იმედებით რომ მობრძანდით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და ის სიბრძნე მოგცეთ, რომ ეკლესიას უნდა დაუჯეროთ. რომელიმე კონკრეტულ სასულიერო პირზე კი არ გეუბნებით, თუმცა მათ უნდა უჯერებთ, იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლები ვართ. ეკლესიის სწავლებას დაუჯეროთ.